მოგესალმებით. დღეს თქვენთვის ცუდი ამბავი მაქვს. დღევანდელი დღის შემდეგ საწვავის გარეშე გადადგილებას ვეღარ შეძლებთ და საწვავი კი რა თქმა უნდა ფული იყოს. მანქანაში ბენზინის გამოვლენა მხოლოდ დასაწყისია. ასევე თავანში დავამატებ პირველი NPC, რომელიც დაგეხმარებათ იმ დაწყევლილი მარცვლოვნების აღებაში და გასწავლით სად და როგორ უნდა მიხვიდეთ ამისთვის. ისე დეოლოგი იქით იყოს და ეს ტიპი გუსტავო ფრინგს არ გავს. მოდი ახლა უკვე დავიწყებ ბენზინის სისტემის გაკეთებას. პირველ რიგში გავაკეთებ UI სისტემას, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია გავიგოთ მანქანაში რამდენი საწვავი დაგვრჩა და ღირსთვარად რომ წავიდეთ ჩორმანძილზე, თუ ჯობია ჯერ შევავსოთ აუზი და ამის შემდეგ განვაგრძოთ გზა. სინამდვილეში ამის გაკეთება რთული საერთოდაც არა. პირველ რიგში ვიღებთ sliders, რომელიც მოძრაობს და მივხვდებით საწვავი რამდენი დაგვრჩა. ავიღებთ რაიმე მარტივ icons, რომ მოთამაშე მივხვდეს რომ ეს slideri საწვავისაა და ეგ არა, დანარჩენი უკვე კოდის თემაა. Access granted. ეგა, როგორც ხედავთ, უკვე მანქანის მოძრაობისას საწვავი იკლებს. რაც თამაშს ბევრად ორგანულს და ბევრად საინტერესოს ხდის. და როდესაც საწვავი ბოლომდე გამოილევა, მანქანის ძრავი გაიციშება და მის დოძროს ვეღარ შეძლოთ. ამიტომ თამაშ დროს ცოტა ყურადღებით უნდა იყო, რომ შუა გზაში არ დაგტოვოს მანქანა, თორე მოგიწევს ფეხით სირბილი საწვავის ასავსებით. რადგან საწვავი უკვე გველევა, საჭირო გახდა გამეკეთებინა ბენზინგასამართი სადგური, სადაც შევძლებთ მანქანის აუზის შევსებას. რაც რთულად გასაკეთებელი ნამდვილად არაა. თავარა ლოგიკა სწორედ დავიჭიროთ. მოთამაშეებს მხოლოდ მაშინ უნდა შეძლოს მანქანაში ბენზინის ჩასხმა, როდესაც აი ამ ბოქს კოლაიდერებში იქნება შესული. და სწორედ ამ ბოქს კოლაიდერების დახმარებით შევძლებთ გავიგოთ მანქანა არის თუ არა ნამდვილად ბენზინგასამართ სადგურზე, მაგრამ მხოლოდ ბოქს კოლაიდერები არაა საჭირო. ამისთვის ასევე საჭიროა კოდი. ამიტომ მივხვდეთ ამ საქმესაც. Access granted. სწორედ ამას ვამბობდი. საწვავის ჩასხმა მანამდე არ შეგვიძლია, სანამ ახლოს არ მივართ ბენზინგასამართ სადგურთან. მაგრამ როდესაც უკვე საკვაშად ახლოს ვიქნებით, გამაგვიჩნდება ღილაკი და ამის შემდეგ შეგვიძლია საწვავის აუზის გავსება. Nice. კარგი, რადგან უკვე ყველაფერი გამართულად მუშაობს, შემიძლია ეს ყველაფერი გადმოვზრდოთ თავარ სცენაში. და აი ზოლი კუბიკი, რომელსაც ბენზინგასამართ სადგურად ვიყენებდით, შემიძლია შევცვალო ამ ახალი მოდელით. აუ, იმენასი გიჟია რა, დახატა რასაც ვქვა თამაში. მოდი ახლა ეს ყველაფერი უბრალოდ ახალ სცენაშიც გავტესტოთ, ხომ მუშაობს გამართულად და ამის შემდეგ დავიწყოთ უკვე პირველი NPC-ის კეთება თამაში. ხო, ალბათ გაინტერესებს ეს კაცი ვინაა. ეს კაცი ჩვენ პირველი NPC-ია, რომელიც სხვადასხვა რამებზე დაგელაპარაკება და გასწავლის. ჩვენ შემთხვევაში კი დაგეხმარება მარცვლოვნების აღებაში. მიხვალ ამ კაცთან, დაგელაპარაკება და აგიხსნის რა და როგორ უნდა გავაკეთო. მაგრამ მხოლოდ მოდელი არ არის, ასევე გვჭირდება დიალოგის სისტემა, რომლის გაკეთებასაც თავს არ შევიწუხებ და პირდაპირ გადმოვწერ Unity Assets Store-დან. ეს დიალოგის სისტემა კი უმარტივესად მუშაობს. უბრალოდ ვავსებთ გრაფებს, რის მერე რა გვინდა რომ გვითხრას NPC-მ და ეგაა რა. ესაც უკვე დასრულებული ვარიანტი. როგორც ხედავთ, პოლიცია იწყებს საუბარს და ჩვენ გვაქვს ორი ვარიანტი ასარჩევად. თითოეულ ვარიანტს აქვს თავისი პასუხები, ანუ თუ მაგალითად სხვა პასუხს ავიჩევთ, პოლიცია სხვა რამეს გვეტყვის და ასე შემდეგ რა. დღეისთვის კი სულ ეს იყო. გამოიწერეთ არხი, რომ არ გაგვიცეთ შემდეგი ვიდეოები. ხოლო შემდეგი დიალოგის ნაწილში გავაკეთებ მისიების სისტემას. ეხლა კი შეხვედრამდე.